როგორ მგონია იკვრება ფიურელისის მეორე ნაწილი? როგორ მგონია? ან მეგონა? იცი? მთვარის სონატას სწავლობ ახლა და ამ ყველაფრის უკან ესეთი ისტორია მოგიყვებით. მოკლედ ბეთჰოვენს დაიწყო, როცა დაწერა მთვარის სონატა, მანამდე ნელ-ნელა დაიწყო სმენის დაქვეითება. მთვარის სონატა რო დაწერა, მაშინ უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ძალიან აწუხებდა ეს, რომ ვეღარ ისმენდა, მაგრამ ბოლომდე არ ჰქონდა დაკარგული. დაწერა მთვარის სონატა, დაუწერა უბრალოდ თავის მოსწავლეს, რომელზეც სიგიჟემდე იყო შეყვარებული და მაგრამ მასზე ვერ იქორწინებდა, რადგან კლასობრივი, ისე ვთქვათ, სხვაობა ჰქონდათ. რის გამოც კიდევ უფრო მეტად დაიტანჯა და წლების მერე სრულად დაკარგა სმენა. და ანუ მთვარის სონატა დაწერა უკვე აი ნახევრად ვთქვათ დაკარგული ჰქონდა და ძალიან იტანჯებოდა, ღიზიანდებოდა და კარგად ჩანს მისი ემოციები, გადმოცემული ემოციები.